ვაშინგტონში აკრედიტებული კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წყაროზე დაყრდნობით მეგობარ აქთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ კანონპროექტის დაჩქარებულ მიღებას სამი რესპუბლიკელი სენატორიდან ერთ-ერთი აღარ ეწინააღმდეგება. მანამდე 23 ივლისს ჟურნალისტმა თქვა, რომ სამი სენატორი მარკ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი მეგობარი აქტის დაჩქარებული ვადებით მიღებას მხარს არ უჭერდნენ. თუ სენატორები ერთხმად შეძლებენ შენთანხმებას მეგობარი აქტის სწრაფად იქცევა კანონად, სხვა შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით წარიმართება. მეგობარი აქტი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში წარადგინა. კანონპროექტი 2025 წლის იანვარში ხელმეორედ წარადგინეს. მეგობარი აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ის როგორც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას ითვალისწინებს. ქართულ ოცნებაში კანონპროექტს მტრულ აქტად მოიხსენიებენ. კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, იმისთვის რომ მეგობარი აქტი კანონად იქცეს, სენატში კენჭისყრა და პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.